მაგრამ ამბანი ეს ერთი მხარეა ამბანისა, მაგრამ თავისთავად ქართული ამბანი ხომ ამბანური დამწერლობა ასო ნიშნებს აქვთ ცალკეული ბგერების ნიშნულობა, რაც გამომდინარეობს მისი სახელდებიდან. მაგალითად, რომ ავიღოთ ჩვენ ქართული ამბანის პირველი ასო ნიშანი, რომლის სახელია ან, რატომ არის მისი სახელი ან? იმიტომ რომ ანბანის პირველი ასო ნიშანი არის თვარის კალენდარული სისტემის გამგებელი ან ბაბილონური თვარის ღმერთი. ან სიტყვა და რაგი ეს სიტყვა ა ბგერით იწყება, ანბანის პირველ ასოს ა ბგერის მნიშვნელობა აქვს მინიჭებული. ესე იგი, ან სიტყვა, ხოლო ასო ნიშნის მნიშვნელობა ა ბგერა. აი ეს არის ამბანური სისტემა. ესე იგი, როდესაც ასო ნიშნის სახელწოდება შეესაბამება მის აზრს, მის შინაარსს, მის მნიშვნელობას და ასო ნიშანს მინიჭებული აქვს მისი მნიშვნელობის პირველი ბგერის მნიშვნელობა. მაგრამ აქ ახლა გასათვალისწინებელია მეორე ამბანი. თუ პირველი ასო ნიშნის სახელწოდება ან, შემდეგ ხომ მოდის ბან, გან, თან, კან და ასე შემდეგ. ეს როგორ უნდა გავიგოთ? საქმე ის არის, რომ ანბანური დამწერლობის გარდა არსებობს ეგრეთ წოდებული სიტყვიერმარცვლოვანი დამწერლობა. როდესაც, ესე იგი, ერთ შემთხვევაში თუ ან სიტყვა და თვარის ღმერთს ნიშნავს, მეორე შემთხვევაში იგი ჩვეულებრივი მარცვალია და ამ მარცვლის საშუალებით ხდება ასო ნიშნების სახელდება. ამდენად, ქართულ ამბანში სრული სიზუსტით არის განხორციელებული ანბანური დამწერლობის არსი და სიტყვიერმარცვლოვანი დამწერლობის არსი. ასო ნიშნების სახელწოდებანი შემთხვევითი არ არის, ესე იგი, მათ აქვთ როგორც სიტყვის მნიშვნელობა, ისე რიგ შემთხვევაში სიტყვის მნიშვნელობა, რიგ შემთხვევაში მარცვლის მნიშვნელობა. მაგალითად, ავიღოთ, ესე იგი, პირველი ასო ნიშანი, ან ეს სიტყვის მნიშვნელობის არის, მაგრამ თუ ჩვენ ავიღეთ ანბანის ბოლო ასო ნიშანი ჯან, ის ჯვარის აღნიშნელია, იგულისხმება, რომ ის მისი სიტყვიერი მნიშვნელობა არის ჯვარი, მაგრამ იგი სიტყვიერმარცვლოვანი დამწერლობის წესის მიხედვით ჯან, ესე იგი, მარცვლის მნიშვნელობა აქვს. ამდენად, ზოგჯერ დამარხულია ქართულ ამბანში, ესე იგი, ასო ნიშნის სიტყვიერი მნიშვნელობა, როგორც ჯან ამ ასო ნიშნის მიხედვით თუ იმჟელით, მაგრამ საქმე ის არის, რომ ქართულ ამბანში ძველად 35 ასო ნიშანი იყო, ანით მთავრდებოდა მთვარის ღმერთით და მთვარის ღმერთის ამ ქვეყნიური განსახიერებით ხარით მთავრდებოდა ეს ასო ნიშანი ილია ჭავჭავაძემ ქართული ამბანიდან ამოვალდა, ამისი ამოგდება, რა თქმა უნდა. არ შეიძლებოდა, ესე იგი, ქართული ამბანი იწყებოდა ან მთვარის ღმერთით, თავდებოდა ხარ ხორხისმიერი ბგერით. ხარი ხარს ნიშნავს, არა ვიცით რაც არის ხარი. არ უნდა ხარი ხანში არ უნდა აურიოთ. ასო ნიშნების თანამიმდევრობა ასეთია. ხან, მერე ხარ და ბოროს ჯვარი დამთავრების ნიშანი და რომელსაც ბგერის მნიშვნელობა აქვს. თქვათ, რომ ავიღოთ ჩვენ პირველი ასო ნიშანი ან ეს თვარის ღმერთია, მაგრამ მისი განსახიერება არის 34 ასო ნიშანი და ხარის განსახიერება, მისი გრაფიკული განსახიერება ქართულ ეთნოგრაფიაში ცნობილია. 35 ასო ნიშანი იქნება ჯვარი, აქ მას მარცვლის მნიშვნელობა. ესე იგი, ეს იქნება მხედრულად რომ დავწეროთ,
ხარ თვალის ღვთაების განსახილველი და ეს ან თვალის ღმერთი. ამგვარად ქართული ანბანის სისტემა ეს არის პირდაპირ იდეალური სისტემა, რომლის მსგავსი კაცობრიობის წასვლა არ იცის. ანბანი როგორც ასეთი არც ერთს არ გააჩნია და ერთადერთი ვართ ჩვენ, რომელსაც გაგვაჩნია არათუ შეუდარებელი, არამედ ერთადერთი ანბანური სისტემის დამწერლობა.